თავი 26. აგრიპამ უთხრა პავლეს, ნება გეძლევა ილაპარაკო საკუთარ თავზე. მაშინ პავლემ ხელი გაიწოდა და თავის დასაცავად თქვა: ბედნიერად ვთვლი ჩემს თავს მეფე აგრიპავ, რომ დღეს შემიძლია შენს წინაშე ვიმართლო თავი ყველაფერში, რაშიც მე იუდეველნი ბრალს მდებენ. მეტადრე კი იმიტომ, რომ შენ იუდეველთა ყველა ჩვეულებისა და სადავო საკითხის მცოდნე ხარ. ამიტომ გთხოვ სულ გრძელად მომისმინო. ყველა იუდეველმა იცის ჩემი ცხოვრება სიჭაბუკიდან, რომელიც იმთავითვე იერუსალიმში გავატარე ჩემს ერში. ისინი ადრიდანვე მიცნობენ თუ კი დამოწმებას ურთ, რომ მე როგორც ფარისეველი ცხოვრობდი ჩვენი სარწმუნოების უჭეშმარიტესი მოძღვრების მიხედვით და ახლა ვდგავარ სამსჯავროს წინაშე აღთქმის იმედის გამო, რომელიც ღმერთმა მისცა ჩვენს მამებს, რომლის მიღწევის იმედი აქვს ჩვენს 12 ტომს, დღედაღამ გულმოდგინედ რომ ემსახურება ღმერთს. სწორედ იმ იმედისათვის მდებენ ბრალს იუდეველები მეფემ. დაუჯერებლად რატომ მიგაჩნია, რომ ღმერთი მკვდრებს აღადგენს? მართალია მეც ვფიქრობდი, რომ ყველა ღონე უნდა მეხმარა იესო ნაზარეველის სახელის წინააღმდეგ და ასეც ვიქცეოდი იერუსალიმში. ბევრი წმიდა ჩავაგდე საპყრობილებში მღვდელმთავართა ხელმწიფებით აღჭურვილმა და მათ ახოცვაზე თანხმობას ვაძლევდი. ყველა სინაგოგაში მრავალგზის ვტანჯავდი მათ და ვაიძულებდი დაეგმოთ და მათზე მეტისმეტად გამძვინვარებული სხვა ქალაქებშიც კი ვდევნიდი. სწორედ ამისთვის მივდიოდი დამასკოში მღვდელმთავართა ხელმწიფებითა და დავალებით. შუადღისას მეფე გზაზე ვიხილე ნათელი ციდან, უბწყინვალესი ნათელი მზისა, რომელიც მოგვეფინა მე და ჩემს თანამგზავრებს. ყველანი მიწაზე დავემხეთ და მომესმა ხმა, რომელიც ებრაულ ენაზე მეუბნებოდა: საულ, საულ, რად მდევნი მე? დაგიჭირდება დეზის წიხლვა. მე ვუთხარი, ვინ ხარ შენ უფალო? ხოლო მან მითხრა: მე ვარ იესო, რომელსაც შენ სდევნი, მაგრამ წამოდექი და დადექი ფეხზე, ვინაიდან იმისათვის გამოგეცხადე, რომ დაგაყენ მსახურად და იმის მოწამედ, რაც იხილე და რასაც გამოგიცხადებ, რათა გიხსნა ამ ხალხისგან და წარმართაგან, რომლებთანაც ახლა მიგავლენ, მათი თვალების ასახელად და წყვდიადი და ნათლისაკენ და სატანის ხელმწიფებიდან ღვთისაკენ მოსაქცევად, რათა ჩემდამი რწმენით მიიღონ ცოდვების მიტევება და წილი განწმენდილებთან ერთად. ამიტომ მეფე აგრიპა, არ ვეურჩეთ სიურ ჩვენებას. პირველად დამასკოსა და იერუსალიმის მკვიდრთ, მერე კი იუდეის მთელ ქვეყანას და აგრეთვე წარმართებს უქადაგებდი მონანიებას და ღვთისაკენ მოქცევას და მონანიების ღირს საქმეებს ვაკეთებდი. ამისათვის შემიფკრეს იუდაველებმა ტაძარში და მოკლა დამიპირეს. მაგრამ ღვთისშეწევნით მე დღემდე ვდგავარ. უმოწმებ მცირესა და დიდს. არაფერი მithქვამს იმაზე მეტი, რასაც წინასწარმეტყველი და მოსი ამბობდნენ, რომ ასე უნდა მომხდარიყო. რომ ქრისტე უნდა წამებულიყო და მკვდართაგან პირველი აღმდგარიყო. რომ ნათელია უწყებინა ამ ხალხისა და წარმართებისათვის. ასე რომ იცავდა თავს, ფესტოსმა ხმამაღლა თქვა: სულელო პავლე, დიდ წიგნიერებას სიგიჟემდე მიყევხარ. ხოლო პავლემ უთხრა: მე არ ვსულელობ უაღმატებულესო ფესტოს, არამედ ჭეშმარიტებისა და კეთილგონიერების სიტყვებს ვლაპარაკობ. ვინაიდან ეს ამბავი იცის მეფემ, რომლის წინაშეც თამამად ვლაპარაკობ. მე არ მჯერა, რომ მისთვის აქედან რაიმე იყოს დაფარული. ვინაიდან ეს სადღაც გადაკარგულში არ მომხდარა. წინასწარმეტყველთა თუ გწამს მეფე აგრიპა? ვიცი რომ გწამს. აგრიპამ უთხრა პავლეს: ცოტაც და ქრისტიანად მაქცევ. ხოლო პავლემ უთხრა მას: ღმერთს ვევედრები, რომ მცირედ თუ ბევრად არა მარტო შენ, არამედ ყველა ვინც დღეს მე მისმენს, ისეთი გახდეს როგორც მე, გარდა ამ ბორკილებისა. ეს რომ თქვა მეფე და გამგებელი, ბერნიკე და მასთან მსხდომლი წამოიშალნენ. განზე გავიდნენ და ერთმანეთს ეუბნებოდნენ, რომ ეს კაცი არაფერს აკეთებს ისეთ სიკვდილს ან ბორკილებს რომ იმსახურებდესო. ხოლო აგრიპამ უთხრა ფესტოს: შეიძლებოდა ამ კაცის გათავისუფლება, კეისრის სამსჯავრო რომ არ მოეთხოვა.